მეგროთ ქროსაბა და არ ხგებს როსენსამი და დღეს ჩვენ ისე უკვე როგორც დაიცვალა ჩვენ ისე მივდივართ ფერმების სამუშაოზე უნდა მეთქვა და ვიღაცა მგონი მოვიდა და აქვს მოითნახოთ და ოგო ფერმერო გამარჯობა რამდენი ხანია არ იყავი ჩვენ სოფელში Sabah გამარჯობა კი მე უბრალოდ 5 დღით ვიყავი წასული მეზობელ სოფელში ვაუ ძალიან კარგია რომ ჩამოხვედი აბა როგორ ხარ აშვები Sabah მეც კარგად ვარ დიდი მადლობა მოკლედ როგორც ვიხდი მე ისე უბრალოდ არ მოვიდი შენთან მე მინდა გაგყიდო ისე რაღაც ერთი ნივთი ჰაჰა რასაკვირველია ფერმერო ვიცი რომ უბრალოდ არ მოხვიდოდი ვაუ так აბა მითხარი აბა ასე ვთქვათ რა ნივთი უნდა გამყიდოთ დღეს მოკლედ საბა მე მინდა გაგყიდო რუკა მაგრამ ერთ საბა ნუ გონია რომ ეს არის უბრალოდ რუკა მაგ რუკაზე არის გალაგებული ერთი რამ მაგრამ მაგ რუკაზე ეგ რამ არ ჩანს იტომე სპეციალურად დავმალე ეგ რაღაცა მაგ რუკიდან მოკლედ მაგ რუკაზე არის კოორდინატები თუ სად უნდა მიხვიდე და სად უნდა ნახო ის ნივთი და მე ამ რუკას შეგაგყიდი 5 სტაკ ისურვდოდ ოგო რუკა 5 სტაკის უმრუდად ძალიან მაინტერესებს რა თქო ეკითხა ფერმერო რა არის მან განლაგებული 5 სტაკ ისმრუდად так ფერმერო ერთუց და მელოდი გაგიჟდება მეგობრებო წარმოიდგინეთ რაღაც რუკა 5 სტაკ ისმრუდად და ჟანდავა მეგობრებო და მე მხოლოდ 3 სტაკი მაქვს და რა ვთქვა კაი მოიტაბა რაღაც ნახოთ აბა ერთუց ფერმერო მისმიე და მე რომ მხოლოდ 3 სტაკი და 2 ისმრუდი მაქვს так, скай сама машиница როგორ ვქნათ. შენ ახლა მომეცი 3 სტაკი ისურვდი და მე შენ ამ რაღაცას გაგყიდი ერთი თვით, ხო? ეს ნივთი იქნება შენი საკუთრება ზუსტად ერთი თვით. ფერმერო მაშინ გთანხმდები იმედია რომ ეს რაღაცა მართლა ძალიან კარგი ნივთია კაი ფერმერო ახლა დამელოდე მეგრობერს კი წარმოვიდგინეთ როგორ ნერვიულობ იმიტომ ნეტავი რა არის იქ არ ვიცი 5 სტაკის უნდა რა შეიძლება იყოს არ ვიცი რაღაც სახლი მანქანა არ ვიცი რა შეიძლება იყოს 5 სტაკის უნდა ახალი კომპიუტერი თუ რაღაც ასეთი так ფერმერო აი შეიძლება 1 სტაკი მეორე სტაკი და მესამე სტაკით შეიძლება დაიჭირე. так, საბა აი ეს რუკა და მოკლედ იქ იქნება მცველი და მოკლედ იმ ცველს შენაჩვევებ უბრალოდ ამ რუკას და მეტი პრინციპში არც არაფერი არ დაგჭირდება. და ახალავე აიღე ჩემგან გასაღები. так, ოკეი, გასაღები, так და რუკა ოგო რა შორს ყოფილა ეს ერთი 15-20 კილომეტრი უნდა გავიარო так და ის რაც შეეხება რომ ფული რომ მოგეცი გამოის ტაქსის გარეშე კაი ფერო დიდი მადლობა და იმედია ეს მართლა ღირს 3 სტაკი ისმრუდის ჭანდაბა так გასაღები და რუკა და კიდე ფერო თქვა რაღაცა მცველის შესახებ так, მეგობრებო, ნეტავი რა იქნება იქ. так, ოკეი, მე ახლა გავთიშავ კამერას, так, უნდა წავიდი გამოსხო იმ ხარეს და ჩავდა კამერას იმ დროს ეს უკვე ვიქნები იმ ადგილთან ახლოს. так, ოკეი, შეხედეთ მეგობრებო, თან რუკაც შეიცვალა, გამოის უკვე საერთოდ ახლოს ვარ. პრინციპში კიდე რამოდენიმე ათეული ბლოკი და უკვე ახლოს ვარ და სტოპ. ვერ გავიგე რაღაც სახლი. და წესისად რიგი ზუსტად ამ სახლთან უნდა იყოს ის აი ფეხი ზუსტად ამ სახლთან უნდა იყოს ის ადგილი სადაც უნდა მივიდე так სტოპ ოპა რაღაც ჟიწელნიკი ოგო გამარჯობა თუ კაცრავად სად ხომ არ მეტყვით და სად უნდა წავიდე აი შეიძლება დახედეთ რუკას გამარჯობათ როგორც მე მივხვდით გახართ ბატონი საბა ხო კი გამარჯობათ так სტოპ და საერთოდ მივხვდით რომ მე ვარ საბა კი გოიშ თქვენ მოხვედით ფერმერის წელიკისაგან ხო ფერმერმა მე გავაფრთხილა რომ თქვენ იყიდეთ ერთი თვით ასე ვთქვათ დაიქირავეთ ეს სახლი так და რუკით მივხვდი რომ თქვენ ხართ ფერმერისაგან სტოპ ერთუს ვერაფერი ვერ მივხვდი მე რა 3 სტაკის უნდა დავიქირავე ერთი თვით ეს სახლი
კი და კიდევ ერთხელ კი თქვენ ყველაფერი სწორად მიხვდით. მე ვარ ასე ვთქვათ თქვენი მცველი, რომელიც დაგიცავთ თქვენ ზუსტად ერთი თვით. სერიოზულა? მეგობრებო, მე კი ნახომ დავიხრჩი. ასეთი სახლი, ერთი თვით. სტაკ ის გასაგებია, გაგიჟება. მეგობრებო, მე თუ რამე აველოდებოდი სახლს, მაგრამ ამ ხელას შეხედეთ მეგობრებო, მგონი 2 სართულიანია. რამ ხელას შეხედეთ? რამდენ ბლოკს, რამხელა ტერიტორია აქვს? так, სტოპ. გონი მივხვდი რისთვისაც ახლა ეს გასაღები მოედავდეთ და კი ამ კარისაგანა გაგიჟება. შეხედეთ მეგობრებო, რა მაგარი განათლება. სულ так, მოით მეგობრებო დავწყნარდეთ. მოით ერთ რამოდენიმე წუთი სულ მომეცეთ რომ დავწყნარდე. დავწყნარდი მოკლედ მეგობრებო, დავბრუნდი. გაგიჟება ერთი თვით დავიქირავე 3 სტაკის მომად ამ ხელა პენტჰაუსინო მართლა. так, ოკეი, შეხედეთ, შემოვდივართ, ესა ის გამოისასეთი შემოსასვლელი და წარმოიდგინეთ. ხო იცით, შემოსასვლებში ხშირად დგას რაღაც პუფიკები, რაღაც სკამები, რომ ასე გაიხადო, შენი ასე ვთქვათ ფეხსაცმელი და წახვიდე. აქ კიდე პატარა პუფიკის, პატარა სკამის მაგიოთ დგას ამ ხელას სავარძელი. შემდეგ გამოის შკაფები, რომელშიც შეგიძლია შეინახო ფეხსაცმელები, ტანსაცმელი, ყველაფერი, რაც კი მოგინდება. აქ შეგიძლია შეინახო ყველაფერი, რაც კი მოგინდება, გაგიჟება რამდენი სურათი და ვაუ, შეხედეთ, რა სილამაზეა, უბრალოდ შეხედეთ, გამოის ეს მცენარეები, ეს ხელოვნური მცენარეები არ იქნება, ეს იქნება ნამდვილი მცენარეები და თქვენ სერიოზულად? თქვენ გაზარდეთ სახლში ნამდვილი მუხა? რომ მეგრო, ეს უკვე მართლა არ ვიცი, შეიძლება მოხდე მართლა საავადმყოფოში, იმიტომ რომ ახლა მართლა გავგიჟდები. ნამდვილი ხე, ნამდვილი მუხა გაზარდეთ სახლში. გაგიჟება, так, შემდეგ რას ხედავ? აქ არის პატარა მაგი და так, სადაც პრინციპში შეგიძლია რაღაც მაგალითად შეჭამო და ასე შემდეგ. მუსიკალური ცენტრიდან შეხედეთ რამდენი მუსიკალური ცენტრის სურათები. так, პატარა კიდე ერთი შკაფი. ოკეი, так, და რაღაც ყუთები. ნუ ხო პრინციპში ეს ყუთები იქნებათ სარიელი, так და თქვენ და სერიოზულად? 3 სტაკ ისუმრუდათ ერთი თვით სახლი და კიდე რაღაცა მოყვება შიგნით ამ სახლს. მეგობრებო, ან ფერმერმა არ იცოდა რა არის აქ განლაგებული. ან ისეთი კეთილი ადამიანია, რომ 3 სტაკ ისუმრუდათ მომცა ეს სახლი ერთი თვით და კიდე ნივთები. так, ოკეი, რა არის აქ განლაგებული? так, რაღაც ლიმონათები, так, ნუ პრინციპში ეს ყველა ლიმონათი ვიცი, ეს არის იმისთვის, რომ იხტუნაო, შეხედეთ მეგობრებო, რამ ხელაზე ხტუნა, так, შემდეგ, ეს არის მეგობრებო, რამე ყველაფერი და მეგობრებო, შეხედეთ როგორ განათლდა ყველაფერი. так, ოკეი. შემდეგ ეს არის გამოჯამთველების ლიმონათი, так, აჰა. და შემდეგ ეს არის სიჩქარის ლიმონათი, так, აბა, რამ ხელაზე? მეგობრებო, შეხედეთ, წავიდი, მარათონი. გაგიჟება, უკვე მომწონს ეს სახლი, უკვე მომწონს, так. გაგიჟება. მეგობრებო, შეხედეთ! რა ინსტრუმენტები! ძესით ხმალი, კირა, ნაჯახი, მაქსიმალურამდე. წარმოიდგინეთ, так, ოკეი, შემდეგ რა არის? კიდე არის так, ოკეი, ეს ვიცი რაც არის, так, მით, ოპა, სათვისო, დაბა შუშას თუ დავანტრე. შუშა მგონი მეგრო მართლა მძლავრია, так. ეი, როგორ ავიღო? მიდი, აიღე. ნუ კაი იყოს აქ ჩამოკიდებული, მე აუცილებლად ავიღებ. ძალიან მოწონს ეს სახლი, так. აქ არაფერი 8 ისუმრუდი, მეგრო, წარმოიგეთ, 12 ოქროს ვაშლი და так, სტოპერს, ამასის ბრონი, ამასის ბრონი ძალიან მჭირდება, так, ინვენტარი ასე თქვა გავინთავისუფლო, так, და გაგიჟება. იცით მეგრო, აქ რამდენია? შეხედე, აქ მთელი ცხოვრებისთვის მეყოფა ასე. გონი თქვენი იცით? 8, 9, 10, მე 11, მე 12, მე 13.
გაგიჟება რამდენი? ტაქს ოკეი, პრინციპში ყველაფერს არ დავხარჯავ. დავიტოვებ სოფლისთვისაც. უკვე მომწონს ეს სახლი. ვაუ, შეხედე მეგრო რა მაგარი მოზაიკაა. აქ ლამპებისგან გამოის შექმნეს რაღაც ასეთი მოზაიკა. ძალიან მაგარია. ტაქს შემდეგ აქ შევდივარ და ძალიან მაგარი სამზარეულო გაგიჟახეთ ორი მაცივარი ფეჩები, ორი ონკანი, ბლენდერი და კიდე ასეთი პატარა მაგიდა. ტაქს ოკეი, აქ არის უკვე დიდი მაგიდაო, ხო? შეხედე მეგრო ეს უკვე კომპანიისთვის. აქ უნდა დაპატიჟო გამოის 6 ადამიანი. პრინციპში 10 ადამიანი აქ დაეტევა ადვილი. ტაქს შემდეგ აქაც რაღაც ოთახია და ეს არის ეს არის ესეთი საპირფარეშო ასეთი მაგარი საბაზანოთი. ძალიან მომწონს ეს სახლი. მგონი უკვე 1000 ჯერ გავიმეორე, მაგიტომ მეგრო ბოდიში გიხდით უბრალოდ 1000 ემოცია მაქვს და არ ვიცი რა გამოხატო მგონი მეგრო რა ხალა ტელევიზორში შეხედე მეგრო ეს არის კინოთეატრი და არა ტელევიზორი. თელს კედელზე არის ჩამოკიდებული ტელევიზორი. ეს გამოის რაღაც ოფისის მაგარი შეხედე კომპიუტერი და კიდე ამხელა ტელევიზორი. კიდე შეხედე მეგრო მცენარეებისთვის რაღაც ასეთი ადგილი და კიდე მეორე სართული. ნუ მოდით პრინციპში ავიდეთ უკვე მეორე. თქო, არ გადავარდეთ. აი, პრინციპში კიბეები არ მომწონს, იმიტომ შეიძლება ადვილად გადავარდე. ტაქს, რას ხედავთ? კიდე გამწვანებული ადგილი, კიდე ლამპრები, კიდე ტაქს მცენარეები და აქ რა არის? ეს უკვე მეგობრებო მთავარი ოთახები. ვაუ! შეხედე აქ მაგიდა. ტაქს გამოის ყუთში არაფერი და რა კარგი საწოლია ვერც კი წარმოიგენ. ტაქ, ოკეი. პირველი ოთახი, ტაქს შემდეგ აბა აქ რა არის განლაგებული და მეგრო გასაგებია, ეს არის ასეთი ოთახები სტუმრებისთვის, იქ შენთვის ასაკვირველია. აქ ისევ ტელევიზორი, ისევ მაგიდები და ისევ საწოლი. ოკეი, გასაგებია. ტაქს და კიდევ ერთი ოთახი, კიდე მუსიკალური ცენტრი მეგობრებო. გაგიჟება და ტაქს მეგობრებო, მგონი მეგობრებო მე ვიცი სად ვიცხოვრებ ეს ერთი თვე. გაგიჟება. მგონი ეს არის მთავარი პატრონის სახლი. შეხედე მეგობრებო რა გამწვანება. კიდე ფოტო, კიდე სურათები, ტელევიზორი და ტაქს ეს რა არის და კიდე აივანი. всё მეგობრებო, მე უკვე შოკში ვარ. всё. მე ვეღარ დამეხმარება. ისე მართლა დავაგროვებ კიდე 2 სტაკის ვოს და ვიყიდი ამ სახლს. ასეთი ზაფხულისთვის ეს სახლი იქნება ძალიან კარგი. შეხედე რა მაგარითან აივანია. მოკეთ მეგობრებო, ჩვენ მგონი დავთვალეთ ყველა ოთახი ამ სახლში და მოდით ახლა გამოვიტან პატარა ვერდიქტს. და რა ვთქვა მეგობრებო, არც კი ვიცი. მე მინდა გითხრათ, ეს სახლი ძალიან მომწონს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს სახლი არ არის კომფორტული, ანუ ძალიან ლამაზია, ძალიან მშვენიერია, მაგრამ ცოტა მაინც კომფორტი არ არის. იცით რატომ მეგობრებო, ახლა ავხსნი შეხედეთ, ამ სახლში არის ძალიან დიდი ადგილი და ამ ადგილის რამით დაკავება არის ძალიან ძნელი. იმიტომ ისაც შეხედეთ, როგორ არის გადატენილი ეს სახლი, მაგრამ მაინც აქ რჩება რაღაც ტერიტორიები, რომლებიც საერთოდ არ არის რომელიღაც ნივთებით გადატენილი. და ეს არის მინუსი ამ სახლის. კიდე არის მინუსი, ასე ვთქვათ, ის რომ ასეთ ამხელა სახლში არ არის რაღაც ბევრი ოთახი. მართლა შეხედეთ მეგობრებო, ერთი ოფისი, ერთი საპირფარეშო სამზარეულო და 23 ოთახი. всё, მეტი არაფერი. არა და აქ შეიძლება გააკეთო 5 საძინებელი, 3 საპირფარეშო და თუ მოგინდება 2 ოფისიც კი წარმოიდგინეთ მეგობრებო და კიდე 2 ასე ვთქვათ საჭმელისთვის განკუთვნილი ზონა. მაგრამ მეგობრებო, რასაკვირველია, 5 სტაკი ისმრუდი ღირს ეს სახლი. იმიტომ ამის გარემონტება ღირს სულ 1 სტაკი და 32 ისმრუდად. ანუ შეხედეთ, წამოგეთ მეგობრებო, 100 ისმრუდად ამ სახლს მე გავანებოთ ძალიან ადვილად, მაგრამ მე აუცილებლად დავაგროვებ 2 სტაკის ისმრუდად, რომ ვიყიდო ეს სახლი. იმიტომ ზაფხულის მეგობრებო, კიდე ერთხელ გავიმეორებ, ძალიან ლამაზი იქნება. კაი მეგობრებო, თქვენ მე ახლა დაგეშურებით. მადლობა დიდი მისყრევამდე ბოლომდე. თუ მოგიზრდათ, მე ახლა წავედი ნახონ. დისტაკ სტოპ სად არის ახლა ჩემი ოთახი.